Lamborghini დადიხარ. ესეთ შეკითხვას დაგისვამენ. კაცო, პოლიტიკაში ხარ. 2000 ლარი გაქვს ხელფასი, 3, 5 და Lamborghini საიდან იყიდეო? და ვერაზროს ვერ დაამტკიცებ, რომ საიდან იყიდე Lamborghini. ამიტომ ხოჯობია, რომ პირდაპირ ბიზნესში წადი და იშოვე ფული და Lamborghini-ც იყიდე და რაც გინდა ის, როგორც გინდა ისე, ესეთი გამონათქვამი აქვს ამერიკელებს. მთელი შენი ცხოვრება შენთვის უნდა იცხოვრო და სვეტსკად უნდა იცხოვრო. მაგრამ თუ ვინმე მიცის დედამიწის ზურგზე რა არის ცხოვრება, მე ვიცი ერთ-ერთი. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ სხვაზე მეტი ვიცი. საიდან ისეთი გზები გავიარე. უყურეთ. მე პატარა ბიჭი ვიყავი, სენაკში ცხოვრობდი, თქვენი ტოლი რო ვიყავი, დედა გარდამეცვალა, დავრჩი ერთი პატარა ბიჭი და ესეთი წერილი დაუწერია, რომ ჩემს უფროს ძმაზეც მე უნდა მიმეხედა და ჩემზე უფროს დაზეც მე უნდა მიმეხედა ამ პატარა ბიჭს. დედა ჩემი მაშინაც გრძნობდა, რომ მე რაღაცა გამოვიდოდი და ვიღაცა გამოვიდოდი. მთელი ჩემი ცხოვრება ახალგაზრდებო, სტუდენტებო, კაცურად ვიცხოვრე და 15 წლიდან დავიწყე შრომა. მაშინ ამას შრომა ერქვა, დღეს არის ბიზნესი. და დღემდე ესე მოვედი, დიდი გზა გავიარე, ნახევარ სოფლიოში ვცხოვრობ დღეს. დღეს თქვენ ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც მე პარტნიორი ამყავდეს და ძმაკაცი ამყავდეს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, თქვა თუ საქართველოსდან მექნება წასასვლელი, თქვა თავარია სამალიოტი აფრინდეს და სად დაფრინდება, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველგან მიმიღებენ. საიდან? სინდისით, ნამუსით და ღირსებით უნდა იცხოვრო. რაც შეეხება ჩემი სურვილი არის, რომ თქვენაირი ახალგაზრდა გოგო ბიჭები ყველა წავიდეს ბიზნესში და ისწავლოთ ბიზნესი. უნდა დაიწყოთ ნოლიდან, ზუსტად თქვენს ასაკში უნდა დაიწყოთ. არავის არ დაუჯეროთ და არავის არ უყუროთ და არავის არ მოусმინოთ, რომ თქვენთვის ადრეა ჯერ ბიზნესი. თქვენ ლუკა იცით ჩემთან მანქანებს რო ყიდის. 14 წლისაა ლუკა და დღეს პროფესიონალია 3 თვე აქაა. შეიძლება 2 უმაღლესი დაამთავროს და რასაც აქ პრაქტიკას მიიღებს, იმას ერთსად ვერაზროს ვერ მიიღებს. просто ხო არის ინტერესი ლუკა გვინდა გავზარდოთ საქართველოში ნომერ პირველი ბიზნესმენი აი ამ დარგში. რისი თქმა მინდა? თუ ვინმე გეტყვით თქვენ რომ თქვენთვის ადრეა თქვენი მტერია. თუ ვინმე გეტყვით რომ აი ეს სამსახური, რასაც შენ ახლა ყიდი, ან აწარმოებ შენი ხელით,